ძალიან მალე ახალი წელი მოდის და მინდა ამ ვიდეოში გესაუბროთ 2026 წელზე, რომ კიდევ არ გაფლანგოთ და რჩევები მოგცეთ ძალიან ბევრი, რომელიც პირადად მე გამომადგა და 2025 წელს გავაკეთე. ეს რჩევები მინდა მოგცეთ. დღეს არ გვექნება აი ამაზე საუბარი, კონკრეტულად ტრეიდინგზე და კონკრეტულად მარკეტებზე საუბარი არ გვექნება, მაგრამ ძალიან მაგარ ვიდეოსაც მომავალში დავდებ. აქამდე იმიტომ ვერდობდი ვიდეოებს, რომ სიცხე მქონდა და ეხლა გამოვკეტი, მეტნაკლებად ბეროდ უკეთესად ვარ და მინდა გესაუბროთ, რომ 2026 წელი არ გაფლანგოთ. აი ვინც ამ ვიდეოს დააჭირეთ და ამ ვიდეოს მოსმენა გინდათ და გულით გინდათ ყველაფერი გაიგოთ, გირჩევთ რომ ბოლომდე მომისმინოთ, იმიტომ რომ ძალიან კარგი თემებია, რასაც მე პირადად გამოცდილებიდან უნდა შევეხო და ასევე ძალიან ბევრი ჩემს ადგილას იგრძნობთ თავს და მინდა რომ აი ყველამ დაჯდეთ და თქვენ თავებს არ მოვატყუოთ რა. აი ეს პრობლემა ძალიან ხშირად არის ზოგადად ვისაც განვითარება უნდა და ცხოვრების შეცვლა უნდა, მარტო ტრეიდინგზე არ მექნება რაღაც საუბარი რა. ზოგადად ნებისმიერ რამეზე რა, ზოგად განვითარებაზე. ძალიან ბევრის პრობლემა არის და მათ შორის ჩემიც რაღაცეებზე 2026-ში მინდა რომ ვიმუშაო და აი მაგალითად ჩემი ფიტნეს და ჯანმრთელობის ამბები ვეროდ უკეთესი გავხადო მაგალითად და არის კიდე რაღაცეები, რაშიც მინდა რომ უფრო მაღალ დონეზე ავიდე რა და ამისთვის ეს რომ გავაკეთო და ამისთვის თქვენც რომ გააკეთოთ ნუსხად ეს არა, ზოგადად თქვენი მიზნებს მიაღწიოთ, ხო, პირველ რიგში უნდა იყოთ მართალი თქვენს თავთან. თქვენს თავთან თუ მართალი არ იქნებით, ხო, ეს თქვათ ერთგვარ პროგრესს ვერ განიცდით ვერანაირად, იმიტომ რომ თქვენ თავს მოაქცევთ ერთ პატარა ნაჭუჭში, სადაც ვერ გამოხვალთ, იმიტომ რომ თქვენ თავს ატყუებთ რეალურად რა. აი ამ ტყუილში რას გულისხმობ? აი მაგალითად რომ ამბობ, რომ სწავლობს, მაგრამ რეალურად სარკესთან რომ დადგე და შენ თავს შეხედო, იცი რომ საკმარის არ აკეთებ. ამბობ, რომ ვარჯიშობ, ამბობ, რომ ვითარდები, ამბობ, რომ აი დროთა განმავლობაში ეს მოხდება, თან ისე რომ გეგონება თავისით მოხდება აი ყველაფერი, თავისით აშენდება ყველაფერი და თავისით გექნება ეს ფინანსური დამოუკიდებელ თუ რაც გინდა რომ ზოგადად ცხოვრებაში მიაღწიო და რეალურად შენ თავს ატყუებ, რომ საკმარის აკეთებ, მაგრამ რეალურად საკმარის არ აკეთებ. აი 2026 წლისთვის რა, აი აქამდე ეგ გზნობა დავამარცხე რა, რომ აი მე შეიძლებოდა ვერ ყოფილიყავი ისეთი როგორც დღეს ვარ, ვერც წარმოვიდგინე დღეს რა დონეზეც მოვედი იმაზე, სიმართლე გითხრათ ვიქნებოდი და აი მე შეიძლება პრობლემა მქონდა ეგ, რომ აი ვერ წარმოვიდგინე თავი, რომ ვიქნებოდი წარმატებული რა. აი დღეს კიდე ეხა ამ დონეზე რომ მოვედი და ვიცი ჩემი შესაძლებლობები რაც არის, აი მომავალში აი თავი ისეთად წარმომიდგენია, რაც ეხა მე აქ რო ვილაპარაკო, დებილობა გეგონებათ და არარეალური რა. ოღონდ მართლა ვამბობ ამას, აი გულით ვამბობ, ჩემი მიზნები და ჩემი ოცნებები და ანუ ოცნებები უკვე გადაზრდილი მიზნებში რო გელაპარაკოთ, აი სისულელე გეგონებათ რა. აი რა მიზნებიც 2025 წელს მქონდა და რა ოცნებებიც მქონდა, ყველას მივაღწიე და იმაზე მეტი მივიღე. და აი ეს არის აი ნატურალური დოპამინი რა. აი ყველა ძალიან კარგი შეგრძნება არის და აი ძალიან ცოტა აფასებთ ამას, რომ აი ზოგადად როცა მიზანს დაისახავთ, რომ 1 წლის მერე გინდა რომ ამ დონეზე ახვიდე, ხო? აი მიზანს რომ დაისახავთ. აი ძალიან კარგი შეგრძნება, აი თუ გინდა დარბაში, თუ გინდა რამე შედეგი მატერიალური, ხო? აი 1 წლის მერე კი რაღაცა მიზანი დაისახე, მაგრამ არ იცი ზუსტად რა შედეგს მიიღებ და აი როგორს მიიღებ. აი 1 წელი რომ მაგალითად კვებას იცავ, ვარჯიშობ, სისტემატიურად მიდიხარ, ყოველ თითქმის კვირაში რამოდენიმეჯერ ესა თავს ავითარებ, ყოველ დღე შენ რაღაცას აკეთებ ისეც, რაც უკეთეს გახდის დროთა განმავლობაში. აი 1 წლის შემდეგ არ იცი რა დონეზე იქნები რა და ეგ არის აი ნატურალური დოპამინი, აი ეგ არის რაც აი ცოცხალს მღდის და აი მამოძრავებს ესე ვთქვათ რა. აი ძალიან კარგი შეგრძნება, აი დღეს სადაც მოვედი და აი რასაც მივაღწიე, ხო? აი
საერთოდ არ მეგონა რომ აქამდე მოვიდოდი, იმიტომ რომ უფრო ნაკლებს ვუმიზნებდი ახლა. აი მიზანსაც ზოგადად ისეც ვიღებ ხოლმე, რაც აი ძალიან რაღაცა პიკებს არ ცდება რა, ეს მოკლევადიან მიზნებზე მოვა, აი ერთ წლიან და რამოდენიმე თვიან მიზნებზე ვლაპარაკობ რა. აი არ ცდება, იმიტომ რომ აი იმ მიზანს რო ვერ მიაღწევ, მერე გული გწყდება რა და ეგ სიტუაცია რო არ მქონდეს, ხო? ძალიან დიდ და არარეალურ მიზანსაც მოკლევადიან პერსპექტივაში არ ვისახავ ხოლმე რა, მაგრამ აი ყველა შემთხვევაში რამდენჯერაც ეგ გავაკეთე, ყველა შემთხვევაში იმაზე მეტი მოხდა, ვიდრე მინდოდა. და აი ეგ არის აი აი მართლა მაგალითად ჩავარდი მე მგონი, მაგრამ ძალიან მაგარი შეგრძნება არის რა. აი ერთ მაგალითს გავიხსენებ, აი ამაზეც მინდა გესაუბროთ, აი ესეთ სიტუაცია ბევრს აქვს რა, რომ აი ის ყოველდღე ჟურნალში რაღაცის კეთება, აი ტრეიდინგზე მოვიყონ მაგალითს, რომ აი ჟურნალში ჩაწერა, ესა ნოუთების გაკეთება, ბევრი ვიდეოს ყურება, ვარჯიში მარკეტზე ყოველდღე ამის კეთება, ხო? ხალხს შეიძლება ეზარებოდეს, აი ეგეთ სიტუაცია მქონია, რომ ვიღაცასთან მისაუბრია, რომ სამსახურიც მაქვს, ისიც მაქვს, ესეც მაქვს და აი ამდენის თავი არა მაქვს და აი უბრალოდ აი ამდენი მერთულება და რთული, აი ყოველდღე, აი ეგრე ვარ რა, უკვე ჩვევაში გადავიდა ეს ყველაფერი, ან თავიდან დისციპლინა შეიძლება დაუძახო ამას, მაგრამ მე ჩვევაში გადადის რა. აი ის ყველაფერი, რასაც ეჭიდები, ხო, ის საქმეები, რაც გაქვს, აი თუ რთული არ არის, აი შინაგანად ვერ ვგზნობ, რომ ვითარდები და უკეთესი ხდები რა. აი რაც არ უნდა თქვა რა, აი 2026 წელს თუ გინდათ რომ განვითარდე და შეცვალო ცხოვრებაში თქვენთვის ბევრი რაღაცა, ხო? ეგ ესა პროცესი რთული უნდა იყოს და იქნება კიდევაც და არც სასიამოვნო არ იქნება საერთოდ იმ კუთხით რომ რა გზაც უნდა გაიაროთ რა, მაგრამ მოგიწევთ ისე რა ვიცი, ანუ რომელი ჯობია რა, აი ბევრთან მქონია საუბარი რომ აი მუშაობ, არ მცალია და ისა რა ქვია, მეზარება და აუ ძალიან ბევრი საქმეა და ბევრი რამის კეთება მიწევს და რთულია და არ გამოდის და რაღაცა რა. აუ ეგეთ ადამიანს ესეთი კითხვის დასმა შემიძლია რომ აი 10 წელი რო იმუშავებ მაგერთ სამსახურში, რომელი უფრო რთულია, მანდ მაგ წუმპეში 10 წელი მუშაობა თუ ამის კეთება. იასანა გეტყვის რომ ის უფრო რთულიაო. აი მე რომ მუშაობდი, ერთი ადგილი იყო, ფოსტაში მუშაობდი რა და ტიპ ჩემ გვერდზე, ჩემთან ერთად ვინც მუშაობდა, ვეკითხები რომ რამდენს გიხდიან და რაღაცები ვკითხე, რამდენი ხანია აქ მუშაობ მეთქი რა და ტიპი მეუბნება რომ 14 წელია აი იმ წუმპეში მუშაობო. ნუ ქართულად არ ვთქვს, აი იმ სირობა სამსახურში 14 წელია მუშაობო და ტიპს, რა ვიცი, მე მგონი გაღიმებული სახი ქონდა რა. ოღონდ გაღიმებული იცი როგორ, აი ნამტირალებ გაღიმებული, რომ ამ საცოდაობიდან 14 წელი ვერ ამოვიდა. აი რა გირჩევნიათ ხალხო, რომ აი ეგეთ სამსახურში იმუშაოთ, ვიდრე ეს სირთულე გადაიტანოთ ეხა? აი ეგეთი რაღაცის არ მესმის მე. ანუ ან ადამიანს გაქვს მაგის ისა საშუალება და გინდა რომ შეიცვალო და უკეთესი გახდე, ან კიდე რა ვიცი, აი რა ვიცი, ცხოვრებაში ისეთ გადაწყვეტილებები ღმერთმა არ მეგაღებინოთ, რაც არაბედნიერს გახდით რა, მაგრამ აი სრულიად ბედნიერი ადამიანი და უპრობლემო ადამიანი არ არსებობს. აი უპრობლემო ადამიანი, რა ვიცი, ციგანია გარეთ და ისა მათხოვარი აგდია კიდე გარეთ. რავი რომ ისა არაფრის კეთების თავი რო არ აქვს და ნარკომნები რო არიან და ისა რა ვიცი, მარტო ის უნდათ, რა ქვია, გაჩხერა, მეტი არაფერი. ეგ ხალხია უპრობლემო. ეგ ხალხია ამბიცია არ აქვს. ეგ ხალხია ვისაც არაფერი არ უნდა ცხოვრებაში გარო გარეთ ეგდოს და ნარკოტიკე მიიღოს. მეტი არაფერი არ უნდა მაგ ხალხს. აი გარი უპრობლემო ადამიანი. პრობლემური ადამიანი, ხო? აი ვისაც რეალური პრობლემები აქვს, მაგაზე არ ტირის, არ ღნავის, მაგ პრობლემების მოგვარების გზას ეძებს. და 2026 წელს თქვენც ეს უნდა გააკეთოთ, რომ პრობლემებს შეეჭიდოთ, რაც არ უნდა რთული იყოს და რთული იქნება კიდევაც მაგას გეუბნებით. აი თუ გინდათ, რომ რეალური შედეგი იყოს და აი შედეგი მიიღოთ, აი რასაც მე ხა თვალწინ ვხედავ, რომ ხალხს რაც უნდა, ხო? აი თუ ეგ გინდათ, მაშინ რთულიც უნდა იყოს და უნდა გააკეთო კიდევაც, სხვა გზა არ არის, ხო? რეალურად ყოველდღე სისტემატიური გადადგმული ნაბიჯი გაძლევს საბოლოოდ რეალურ შედეგს. აი ყველაზე მეტად რაც ავი ხალხთან კონტაქტის დროს ვინც მეუნება რომ ტრეიდინგი მინდა ვისწავლო, რამდენი ხანი დამჭირდება და როდის გამომივა და ეგეთ კითხვებს რომ მისმევენ რა. აი ყველაზე მეტად რაც ხალხს ერთულება და არ უნდა და გონია რომ აი არ გამოვა და თუ გამოვა რაღაცა კონკრეტული გარანტია უნდა იმის დროის, ხო? აი არის რომ აი არ იციან როდის გამოვათ, მაგრამ იმას ვერ ხვდებით ხალხო, რომ ყველაზე სასიამოვნო ფაქტი ეგ არის,
რომ პროცესი რამდენად ხანგრძლივი იქნება, არ იცი რა. კი არავის არ უნდა ეხა 3 წელი რაღაცაზე მუშაობა ისე რომ შედეგი ვერ ნახოს, მაგრამ რეალურად ხალხი აი თავის თავს იმდენად ატყუებს, რომ თავის თავში შედეგსა და პროგრესს ვერ ხედავს რა. აი მე რომ ტრეიდინგი დავიწყე. და ტრეიდინგი რომ დავიწყე, მინიმუმ 1 წელი რომ ნუ ბოლოში მქონდა რაღაცა შედეგი, მაგრამ აი ჩავთვალოთ, რომ ბევრი შედეგი არ იქნებოდა რა. აი ხალხი მაგას ვერ დაინახავს და აი რაც ეხა აქვთ, იმას ვერ აფასებენ რეალურად რა. აი მე ვყვინე ხა რა თქმა უნდა ყველას მეტი და მეტი უნდა, მაგრამ აი რეალურად ვერ აფასებთ რა. აი იმენა 1 წელი აი არ მგონია ჩემს ადგილას ძალიან ბევრი ვერ იზამდა და ეხა რომ ვიღაცას ვუთხრა რომ 1 წელი ლარს ვერ იშოვი ამ საქმეში მეთქი ფეხებზე დაიკიდებს რა. წავა და იქა რა ქვია თონეში იმუშავებს. ვიღაცაზე იმუშავებს ორნაბიჯი, იმიტომ რომ იცის რომ 700 ლარს უეჭველი აიღებს. მეც მუშაობდი მაგ პერიოდში, მაგრამ თან ამას სწავლობდი, თან ამას უთმობდი დროს. მაგრამ იმას მთელი ცხოვრება გააგრძელებს, იმიტომ რომ იცის რომ გარანტია აქვს რომ ხელფასს აიღებს. და იქ ხელფასი სულ მუდმივი და ერთდაიგივე იქნება და აჰა ძალიანაც არ გაიზრდება. მან იცის და ეგ მისი კომფორტის ზონა არის. მაგ კომფორტიდან არ უნდა ამოსვლა რა. რა კომფორტი ეგ არის? 700 ლარზე რომ მუშაობ, რო კითხო, ეხა კომფორტი არ არის, მაგრამ მან იცის რომ გარანტიებულ paychecks მიიღეს. მან იცის რომ აი ის რომ უნივერსიტეტში ისწავლა და წავა და 2000-3000 ლარზე იმუშავებს, ხო? იცის რომ 2000-3000 ლარი მაგარი ხელფასია საქართველოში და ეგ აკმაყოფილებს რა. არ და რა ჩემი ფეხებია 2000 და 3000 ლარი. რაში უნდა გეყოს? არაფერში არ გეყოფა. აი რა ვიცი რა, როგორც გინდა ისე მოისმინეთ და ავი, ეხა რეალური რჩევები ჩემგან, რაც მე შედეგი დამადებინა რა. 2025 წელს, ნუ ცოტა მაქამდე, თავიდან დავიწყე ჩემი თავისთვის ვიდეოების ჩაწერა. ანუ ესე რავი, აი როგორც ეხა ვუღებ ვიდეოს ეკრანს, აი ისე ჩემ თავს ვუღებდი ვიდეოებს ამ 1 წლის განმავლობაში და ველაპარაკებოდი ჩემ თავს, ჩემს პროგრესზე. ველაპარაკებოდი ჩემს რეგრესზე, ველაპარაკებოდი ჩემს პრობლემებზე, ჩემს მიზნებზე, ყველაფერი დაწერილი მაქვს და ყველაფრის მანიფესტაცია მაქვს აკეთებული. აი ვიდეოები ჩემი თავის, აი იმ დროს რას ვაკეთებ არასწორად. რას ვაკეთებ ცუდად. აი ჩემ თავს ასევე ვამოწმებ კიდევაც მაგ ვიდეოებით, აი რა ვშვები, როგორ ვარ, რა ვქნა, მომავალში რა გეგმა მაქვს, რა გავაკეთო, რა მიზანი მაქვს 2025 წელს და რა მიზანიც მქონდა შევასრულო და მაგაზე მეტიც გავაკეთე. აი ეგრე ხდება და ეგ არის სილამაზე ამ ყველაფრის რა. ჩემი რჩევა იქნება, ეხა აი ვიდეოს ყურებას რომ მორჩებით, გახვიდეთ და თქვენ თავს ელაპარაკოთ, თქვენ თავს ესაუბროთ, უთხარით, აი 2025 წელს რა გააკეთე არასწორად. ოღონდ გულწრფელები უნდა იყოთ, თქვენ თავს არ მოატყუოთ, აი თქვენ თავს აი იმენა არ უნდა მოატყუოთ, აი გულწრფელები, აი იმენა დაჯექით, თქვენ თავს თუ გინდა თვალებში შეხედეთ და გულით ესაუბრეთ, იმიტომ რომ აი რასაც ჩემი აზრით შენ თავს გულით ეტყვი, ისე აი რაც არ უნდა საყვარელი ადამიანი იყოს, ისე ვერავის ვერ ეტყვი. აი შენ თავს გულში ჩახედე, თვალებში შეხედე და უყურე და ესაუბრე. უთხარი რეგრესი რატო განიცადე? თუნდ რეგრესი არ იყო, ისეთი პროგრესი რატო ვერ განიცადე? რა პროგრესი უნდა განგეცადა და რას გამოასწორებ? 2026 წელს რა გინდა რომ შეცვალო? რას გააკეთებ უკეთესად? რას შეცვლი შენ ცხოვრებაში და ეს რა შედეგამდე ასე თუ ისე მიგიყვანს, დაისახე მოკლევადიანი მიზნები, დაისახე გრძელვადიანი მიზნები და აი დამერწმუნე. აი ყველა მიცის რა არის საჭირო რომ განვითარდე. აი ყველა მიცის, მაგრამ აი არავინ არ აკეთებს მაგას, ამბობ რომ თქვენ თავს ატყუებთ ხალხო და ეგეთ მომენტში მეც ვიყავი ჩვეულებრივად. ჩემ თავს რომ ვატყუებდი. არის რაღაცეები, რაშიც რა თქმა უნდა იდეალური არ ვარ და მინდა რომ გავაკეთო და უკეთესი ვიყო რა, რაც მოხდება. იმიტომ რომ ვიცი რომ მე ვარ პიროვნება ისეთი. უკვე ისეთი პიროვნება ჩამოყალიბდა და აი ამ გზამ, რა გზაც მე, რავი, ტრეიდინგზე გაიტყვი თუ გინდათ, რომ იმდენი რაღაცა მასწავლა, გარდა იმისა, ფული შოვნისა და მარკეტის წაკითხვისა, იმდენი რაღაცა მასწავლა ცხოვრებაში და აი იმდენი გამოცდილება მომაღებინა და ისეთ დისციპლინა და რაღაცები გამომუშავა, რომ აი ეგეც არ ამგონია სხვა საქმე მაძლევდეს რა. რავი, მადლობა ხალხო ყურადღებისთვის და იმედია თქვენს 2026 წელს ისე დაიწყებთ, როგორც თქვენ გაგიხარდებათ, რომ 2026 წელი იყოს და წარმატებებს გისურვებთ, ასევე დამდეგსაც გილოცავთ, ახალ წელსაც აუცილებლად მოგილოცავთ, ვინც ჩვენს კომუნიტიში ხართ და ჩვენს სერვერზე ხართ. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით. როგორც ყოველთვის წარმატებულ ტრეიდინგს გისურვებთ.